მოდი ერთ რამეზე შევთანხმდეთ თუ საუბრობთ ადმინისტრირებაზე, ცოდნაზე და გამოცდილებაზე, ყველაზე კომპეტენტური გუნდი სწორედ ევროპულ საქართველოსია თავმოყრილი. ამის პარალელურად და ამის ზემოდან ელენე ხოშტარიას გააჩნია სწორედ ის სწორუპოვრება და სწორედ მას აქვს ის რევოლუციური გეგმა, საიდანაც მთლიანად შეიძლება ბევრი არამიზნობრივი ხარჯი, ან ისე ვიმეორებ, ნაწილობრივი მიზნობრივი ხარჯი, ან ისეთი ხარჯი, რომელიც შეიძლება საკამათო იყოს და სწორედ აქ არის პოლიტიკური ხედვა. დამეწმუნეთ ინგა, ჯერ ესეთი დავიწყოთ იქიდან, როდესაც მე ვიყავი მერი და როდესაც მაშინდელ პრემიერ-მინისტრთან, თუ არ ვცდები, მაშინ ნოღაიდელი იყო პრემიერ-მინისტრი, ამაზე გქონდა დავა, მე თბილისის მთავრობასთან ერთად, მაშინ 10 ლარით გავზარდეთ, თუ 15 ლარით გავზარდეთ პენსია და მე სხვა შორის ამაზე წინააღმდეგობა იყო, მიუხედავად იმისა, რომ ერთი გუნდი ვიყავით, წინააღმდეგობა იყო და შემდეგ უკვე მეორე წელს იძულებული იყო ცენტრალური მთავრობა მოხოლოდა თბილისის გაზრდილი ბიუჯეტით შესაბამისად სხვა რაიონებში გაეზარდა. ჩვენი პროგრამა არის შემდეგი. ყველა რაიონში ექნება სხვადასხვანაირად, იმიტომ ყველა რაიონში არის განსხვავებული ბიუჯეტი. მაგრამ ყველა რაიონში არის ბიუროკრატიის თავგასულობა, ყველა რაიონში არის არამიზნობრივი ხარჯი, ყველა რაიონში არის პრობლემების შესყიდვებთან დაკავშირებით და პრაქტიკულად ჩაფლულია აღებმიცემობაში სამწუხაროდ ყველა რაიონი საქართველოში, აი ამ ყველა ხარჯის შემცირებით, აი ამ ყველა ხარჯის ამოშანთვით. აბსოლუტურად შესაძლებელია თბილისში და ეს ექსპერტების მიერაა დათვლილი, რომ თბილისში იყოს 50 ლარით გაზრდილი. შეიძლება სხვა ქალაქში იყოს 25 ლარით და ჩვენ პირდებით სადაც ჩვენ გავიმარჯვებთ. ეხლა ამას აქვს კონკრეტული ადამიანებისთვის ეფექტი, მაგრამ მთავარი სხვა რამეა. მთავარი სხვა რამე ამასთან ერთად არის კიდევ დამატებითი ფაქტორი. იქ სადაც გაიმარჯვებს ევროპული საქართველო და მისი კანდიდატები. ჩვენ შევძლებთ ამ პროგრამის განხორციელებას, ეს არის არითმეტიკულად, ეს არის ბიუჯეტურად დათვლილი და ამითი პარალელურად ჩვენ ვაიძულებთ ცენტრალურ მთავრობას ყური გამოიბერტყოს და შემდეგ წელს იზრუნოს გაზრდაზე. ეს აბსოლუტურად არის რეალისტური გეგმა და რაც შეეხება არჩევანს. არჩევანი ძალიან მარტივია, მეგობრებო. ჩვენ ხელისუფლება გვთავაზობს სპეციალურ